აბა, რამდენმა იცით ეს ისტორია? მე-19 საუკუნის მსოფლიოში ყველაზე მძლავრი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხომალდები 3 წლის სამყოფი საკვებით უცებ ყინულის უზარმაზარ მარწუხებში მოექცა, თეთრ უდაბნოში ჩაიკეტა და სამუდამოდ გაქრა. სწორედ ასეთი საზარელი ბედი ეწია სერ ჯონ ფრანკლინის არქტიკულ მოგზაურობას. 1845 წელს ორი დიდებული გემი, ერებუსი და ტერორი 129 გამოცდილ მეზღვაურთან ერთად ინგლისიდან დიდი ზეიმით გაემგზავრა, რათა ლეგენდარული ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი აღმოეჩინა. ლონდონის პორტში გემებზე სრულიად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ავიდნენ. გამოცდილი კარტოგრაფები, ახალგაზრდა ოფიცრები და მეზღვაურები. ეკიპაჟს კი თავად კაპიტანი 59 წლის ფრანკლინი ხელმძღვანელობდა, რომელსაც ზღვაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა და სამშობლოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. თუმცა ვიქტორიანული ეპოქის ეს სიამაყე არქტიკის სასტიკმა კლიმატმა ცოცხლად ჩაყლაპა და ისტორიის ყველაზე იდუმალ დაწყევლილ კატასტროფად აქცია. ყველაფერი კოშმარულად განვითარდა. კანადის არქტიკულ არქიპელაგში გემები ყინულში გაიჭედნენ და წლების განმავლობაში ვეღარ დაიძრნენ ადგილიდან. მიუხედავად იმისა, რომ საკომუნიკაციო სისტემები არ არსებობდა და ბოლო სიგნალი ხმელეთზე ვერავინ მიიღო, მოგვიანებით ნაპოვნმა ერთადერთმა ოფიციალურმა წერილმა აჩვენა, რომ თავად ფრანკლინი მალევე დაიღუპა, ხოლო გადარჩენილმა ეკიპაჟმა მიატოვა გემები და სამხრეთისკენ დაიძრა. ისინი უიმედო 100 კილომეტრიან ფეხით სავალ გზას გაუდგნენ ყინულზე. ტემპერატურა -50 გრადუსამდე ეცემოდა. დროთა განმავლობაში შიმშილის გარდა მეზღვაურებს ტყვით მოწამლომაც შეუტია, რაც იმ დროისთვის ინოვაციური, თუმცა უხარისხოდ დაკონსერვებული საკვების ბრალი იყო. ადგილობრივი ესკიმოსების გადმოცემითა და თანამედროვე ექსპერტიზით დამტკიცდა ყველაზე საშინელი რეალობაც. სასოწარკვეთილებამდე მისულმა ადამიანებმა გადარჩენისთვის კანიბალიზმსაც კი მიმართეს, თუმცა ცოცხალი ვეღარავინ გადარჩა. ამ გაუჩინარებას მოყვა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ძვირად ღირებული სამძებრო ოპერაცია. სპეციალური გემები და მაძიებლები ჩრდილოყინულოვან ოკეანეში 100,000 კვადრატულ კილომეტრზე ეძებდნენ ნამსხვრევებს. კვლევარები მუშაობდნენ ისეთ ექსტრემალურ პირობებში, სადაც წყლის სიღრმე და სიცივე წარმოუდგენელ ბარიერებს ქმნიდა, ხოლო ოკეანის ფსკერის რელიეფი სრულიად შეუსწავლელი იყო. ხომალდების მთავარი სამარხი საუკუნეზე მეტხანს მიუწვდომელი დარჩა. საიდუმლო მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ჩაძირულ ნაშთებს ოკეანის ფსკერზე მიაკვლიეს. საოცარი ისაა, რომ ყინულოვანმა წყალმა ხომალდები იდეალურად შეინახა. კაპიტნის კაბინები, თეფშები და ხელუხლებელი ნივთები დღემდე იქაა. თუმცა თავარ კითხვაზე, თუ ზუსტად რა მოხდა ევაკუაციის ბოლო დღეებში, პასუხი მაინც არ არსებობს. როდესაც თვეების განმავლობაში გარშემო მხოლოდ თეთრი სიცარიელეა, ადამიანის გონება გრევას იწყებს. სიბნელე, იზოლაცია და გაცნობიერება იმისა, რომ ცივილიზაციიდან 1000 კილომეტრით ხარ მოწყვეტილი და დახმარება არ მოვა, მეზღვაურებს შორის პარანოიას დაპირისპირებებსა და ჰალუცინაციებს ბადებს, რაც ყინულოვან ჯოჯოხეთს კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ამ დიდმა საიდუმლომ უამრავი შეთქმულების თეორია გააჩინა. გარდა იმ ვერსიისა, რომ ეს ეკიპაჟის შეცდომა ან საკვების მოწამვლა იყო, ხალხი ბევრ სხვა შოკისმომგვრელ რამესაც ამბობს. მაგალითად გავრცელდა ვერსიები მისტიკურ წყევლაზე, რომელიც ჩრდილოეთის ხელუხლებელი ბუნების შებღალვამ გამოიწვია. ხალხური მითები ყვებოდნენ ადგილობრივ დემონებზე, გიგანტურ არსებებსა და ანომალიურ ზონებზე, რომლებმაც ინგლისელი მეზღვაურების გონება დააბნელეს და ისინი ერთმანეთს დააპირისპირეს. სხვები ფიქრობდნენ, რომ ეკიპაჟის ნაწილმა საიდუმლოდ მოახერხა გადარჩენა და ყვალი მიზანმიმართულად დაფარეს. სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი უბრალოდ არ აქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა სინამდვილეში? ეს მხოლოდ დასაწყისია. გამოიწერე გვერდი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.